სოციალურ ქსელში სოციალური სამართლიანობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი თამთა მიქელაძე საუბრობს ქართული ოცნების ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ ეს განცხადება საზოგადოებამ სერიოზულად უნდა მიიღოს და როგორც ის საუბრობს ამ განცხადებაზე დასცინვის ნაცვლად საზოგადოების მხრიდან პოლიტიკოსების თუ სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან საჭირო არის რომ იმუშაონ მათი მხრიდან მუშაობა არის საჭირო და ის საუბრობს იმ მიზეზებთან დაკავშირებით რის გამოც ეს პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ მუშაობს. ის პირველ რიგში საუბრობს განათლების სისტემასა და პოლიტიკური ელიტების დაინტერესებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დარჩეს კვლავ უმეცრებაში. ასევე ის საუბრობს არაერთი რეგიონის კულტურულ გამოფიტვასთან დაკავშირებით და საბაზისო კულტურული ინფრასტრუქტურისა და პრაქტიკების არარსებობასთან დაკავშირებით. ასევე ის საუბრობს წლების განმავლობაში ეკლესიებში ნაწარმოებ იდეოლოგიასთან, დასავლეთის გახრძნილობასა და აღმოსავლურ ქრისტიანობის სიწმინდეების იდეებზე დგასო, საუბრობს თამთა მიქელაძე და ამავდროულად ის საუბრობს კულტურულ ტრამვებთან დაკავშირებით, ომის ტრამვასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში არის საკმაოდ ღრმად არის გადგმული ფესვები და ის საუბრობს იმაზე, რომ საჭირო არის ამ პრობლემების აღმოსავრებელად პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბრძოლა, ამავდროულად ის ამბობს, რომ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა მათი სივრცეები უნდა გახსნან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და შინაარსებისთვის და ამავდროულად ის ამბობს, რომ სივრცე უნდა დაეთმოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს და დისკუსია გახადონ უფრო ინკლუზიური, სანდო და საზოგადოებრივი და ამავდროულად პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა, ასევე აზრის შემქმნელმა ლიდერებმა უნდა ისაუბრონ და ახსნან ის პროცესები, რაც მიმდინარეობს საქართველოში და არ გაიმეორონ განცხადებები, რომლებიც არის შინაარსისგან დაცლილი. თამთა მიქელაძე ასევე საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელი არის ომის შიშების საპასუხოდ დამუშავდეს ნამდვილი მშვიდობისა და უსაფრთხოების სტრატეგია. ასევე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა და გამოაქვეყნა პოსტი ქართულ ოცნების განცხადებასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ მარტივი არის ამ განცხადების ასე ვთქვათ აბუჩა და აგდება, თუმცა ამ განცხადებიდან და საყურადღებო არის რამდენიმე ფაქტი. ის ამბობს, რომ არანაირი მოლოდინი არ აქვს რეჟიმს, რომ მისი ლეგიტიმაცია შედგება და იციან, რომ არავინ აღიარებს როგორც დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და გაგრძელდება სანქციების რეჟიმი და საერთაშორისო იზოლაცია, როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს. ასევე ის საუბრობს იმაზე, რომ ქართული ოცნების განცხადებით დასტურდება, რომ ქართული ოცნება ხედავს რუსეთს როგორც მოკავშირედ და ამავდროულად საუბრობს იმაზე, რომ სწორედ ამ განცხადებებიდან ჩანს ის, რომ ქართული ოცნება აპირებს დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთთან ერთად ბრძოლას. ასევე კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა ამაზე და მან განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ იანუკოვიჩის გზა აირჩია და ნიკა გვარამია საუბრობს იმაზე, რომ ეს საბოლოოდ საქართველოს მიიყვანს საერთაშორისო იზოლაციამდე და სწორედ ასეთი განცხადებები კეთდებოდა დღეს სოციალურ ქსელში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ასევე ქართული ოპოზიციონერი პარტიების წარმომადგენლების მხრიდან და საუბარი იყო იმაზე, რომ აუცილებელი არის ამ განცხადებებზე და ქართული ოცნების პროპაგანდასთან დაკავშირებით საპასუხო მოძრაობა შეიქმნას და აუხსნან საზოგადოებას ის თუ რაში მდგომარეობს ქართული ოცნების დეზინფორმაცია.